როგორც ისეთ არასამთავრობო ორგანიზაცია სუფთა პოლიტიკა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აწარმოებს მონიტორინგს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ სრულდება კონკრეტული დაპირება ქართული ოცნების იმასთან დაკავშირებით რომ თუ ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში ისინი არაპირებდნენ საკვანძო ფიგურების გარდა პროფესიონალი თანამშრომლების სამსახურიდან გაშვებას თქვენ როგორც იცით რომ პროფესიონალი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება ერთის მხრივ არის პირადი ტრაგედია იმ ადამიანისთვის, რომელიც მიდის სახში და უსამსახუროდ რჩება, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ დღეს საქართველოს სამსახურები ჭირს, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის დიდი დანაკლისი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ პროფესიონალი კადრის მომზადებას ბევრი მატერიალური რესურსი და ბევრი დრო სჭირდება. ამდენად ზარალდება როგორც ის ადამიანი და მის უკანდგომი ოჯახი, ასევე ზარალდება სახელმწიფო. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ მხრივ მონიტორინგი გაგვეხორციელებინა და მივიღეთ სავალალო შედეგი, იმიტომ რომ ათასობით ადამიანი ერთი ხელის მოსმით გაუშვეს სახლებში. ისე რომ ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში თითქმის მათ არეუბნებიან რატო უშვებენ სახლში და უფრო მეტიც ძირითადად ხდება ისე რომ ადამიანები როდესაც რჩებიან სამსახურების გარეშე მათ ეუბნებიან რომ თუ თქვენ ხმას ამოიღებთ და თუ თქვენ არ გაჩერდებით მაშინ თქვენ დაკარგავთ თავისუფლებასაც ჩვენ თქვენ დაგიჭერთ. ამიტომ ძალიან ცოტა ადამიანი არის რომელიც აღმოჩნდა ისეთი თამამი და მამაცი რომ გამოსულიყო პრესის წინაშე რამდენიმე ასეთი ადამიანი გამოჩნდა და მათ შეექმნათ პრობლემები. როგორც ჩანს ჩვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ შემთხვევაშიც ჩათვალეს რომ ეს ასე იოლად გამოუვიდოდათ და ბატონ იური ხუფენიას რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის ერთ მშვენიერ დღეს როდესაც მან დაამთავრა თავისი სამსახურის საათები და ბრუნდებოდა სახლში ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მეტროპოლიტენის ინსპექტორად როდესაც როგორც ხედავთ მას არ ქონია რაიმე ესეთი დიდი განსაკუთრებული საკვანძო თანამდებობა რომ ამით მოხდეს გამართლება რომ ბატონი იური თქვათ მნიშვნელოვანია რომ იგი გამოიცვალოს ამ პოსტზე ჩვეულებრივი რიგითი თანამშრომელი ბრუნდებოდა სახლში და მან აღმოაჩინა თავისი ავტომანქანის საქარე მინაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონვერტში ჩადებული ფოტოსურათები, სადაც ის აღბეჭდილია ბატონ გიგი უგულავასთან, ბატონ ვანო მერაბიშვილთან და ბატონ გოგა გაბაშვილთან ერთად. ამის შემდეგ, როდესაც ის მივიდა სამსახურში, მას უთხრეს უპირობოდ, რომ დაეწერა განცხადება და წასულიყო სამსახურიდან. მან იკითხა რომ მას არ სურდა პატაკის დაწერა და ბუნებრივია იკითხა რატომ გადაწყვიტეს ასე უცბად, იმიტომ რომ რამდენიმე დღით ადრე მას პირიქით მადლობაც გამოუცხადეს იმისთვის რომ ის კარგი თანამშრომელი და თავდადებული თანამშრომელია. მოგახსენებთ რომ 1991 წლიდან ბატონი იური მუშაობს უშიშროების და შინაგან საქმეთა ორგანოებში. მას ახლახანს არ დაუწყია შინაგან საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობა და ვერც მას იტყვის ვერავინ რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლების მოყვანილი კადრია. ეს არის თავდადებული კადრი, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა საზოგადოებრივ წესრიგს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. ის არის აფხაზეთის ომის ვეტერანი და აქვს მიღებული მრავალი სიგელი, მრავალი ჯილდო, მრავალი მადლობის წერილი. მათ შორის მინისტრისგანაც. აქ იკვეთება რამდენიმე გარემოება, რომელიც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ ეს არამხოლოდ უკანონო დათხოვნაა სამსახურიდან, რომელიც ასევე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. არამედ ამავე დროს აქ იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა დანაშაულის ნიშნებიც. კერძოდ, როდესაც ბატონი იური ფაქტიურად იძულებული გახდა, რომ დაეწერა განცხადება და წასულიყო, ამის შემდეგ მის ტელეფონზე, მის ნომერზე, კორპორაციულ ნომერზე შევიდა ზარი დაფარული ნომრით, სადაც ერთ-ერთი პიროვნება, დაუდგენელი პიროვნება მას ეუბნებოდა, რომ თუ ის არ გაჩერდება, მაშინ მას დაიჭერენ. ანუ პირდაპირი მუქარა განხორციელდა. ამასთანავე
ეს შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებსაც, კერძოდ დევნის ნიშნებს, სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ სამსახურიდან უკანონო დათხოვნაზე. ამასთანავე ბატონი იურის ოჯახის წევრებს რეგიონში ხორციელდება ზეწოლა და ესეც აუცილებლად ყურადსაღები არის. ეს გარემოებები გვაფიქრებინებს ჩვენ იმას, რომ ნამდვილად საგანგაშოდ არის ვითარება, იმიტომ რომ თვითონ ბატონ იურის აქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია მის წინააღმდეგ განხორციელდეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომელიც ამ ბოლო დროს აპრობირებულია და იგივე ბატონ გუნავაზე გამოიყენეს, მაგალითად ნარკოტიკის ჩადება. ჩვენ მოუწოდებთ ჟურნალისტებს, ასევე მოუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს ეს საქმე, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ასეთი განმარტება ხდება, რომ ბატონ იურის გათავისუფლება თურმე ზემოდან მოდის, ჩვენ აღარაფერი აღარ გვრჩება გარდა იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ ეს მართლა პირველი პირებისგან მოდის. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ძალიან ვთხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე მთავარ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს, ასევე პრემიერ-მინისტრს რომ დაინტერესდეს თუ რა ხდება და სახალხო დამცველს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ პრემიერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ესეთი შემთხვევები არ ხდება და პოლიციელებზე ზეწოლა არ ხდება. ეს ასე არ არის, უბრალოდ ძალიან ცოტა არის ისეთი ადამიანი, რომელსაც მოუნდა რომ საჯაროდ ელაპარაკა, უბრალოდ ვერ გათვალეს, რომ ადამიანი, რომელიც 91 წლიდან უშიშროების და შინაგან საქმეთა ორგანოებში მოღვაწეობს და რომელიც აფხაზეთში იბრძოდა და აფხაზეთის ომის ვეტერანია, რომ თავისუფლების აღკვეთით ვერ დააშინებდნენ და დღეს მართლა გმირობის ტოლფასი არის, რომ ბატონი იური დაგვთანხმდა და დღეს ჩვენთან ერთად არის. მე ამას რატომ ამბობ? იმიტომ რომ უამრავი ადამიანი მაკითხავს და მეუბნება, რომ იქნებ რამე გვიშველოთ და ჩვენი უფლებები დაიცვათ, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება ბატონი იური აღმოჩნდა პირველი, რომელიც დამთანხმდა, რომ თქვენთან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე წამოსულიყო. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად გმირობის ტოლფასია. განსაკუთრებით მინდა მიმართოთ ჩვენი მთავრობის წევრებს, რომ პირად კონტროლზე აიყვანონ ეს საქმე, ასევე პარლამენტის წევრებს, ქართული ოცნების დეპუტატებს, კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატებს და სახალხო დამცველს. ასევე ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ ამ შემთხვევების შესახებ ყველაფერი გაიგონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოში აკრედიტირებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა. ჩვენ შევეცდებთ, რომ მისი უფლებები დავიცვათ, მაგრამ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავარი პროკურატურა არ გააქტიურდება და არ დაიწყებენ საქმის გამოკვლევას, გამოძიებას, მაშინ ისევ ჩვეულებრივად გაგრძელდება აღნიშნული ტენდენცია და პირდაპირ ვამბობ და ბატონი იურიც მიდასტურებს, რომ ადამიანების სამსახურიდან გამოშვება ხდება 1937 წლისთვის დამახასიათებელი დასმენების საფუძველზე. მეზობელს თუ დაასმენს, ან ნაცნობს, რომ ვინმე რამე კავშირშია როგორღაც ნაციონალურ მოძრაობასთან და ხუთიანი აქვს შემოხაზული და მას ასეთი პოლიტიკური გემოვნება გააჩნია, მისი საქმე როგორც წესი არის დამთავრებული. ამიტომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა, ეს არის დევნა, ეს არის მუქარა, გვაქვს რაღაც კომპლექსი დანაშაულებისა, რომელიც იჯება სისხლის სამართლის კოდექსით და ძალიან მინდა, რომ მთლიანი საზოგადოება გააქტიურდეს. ჩვენ განვაგრძობთ მონიტორინგს. დიდი მადლობა. ბატონი იურის ჩავეკითხებით, მანამდე ნინო, შენ თქვი, რომ თქვენი ორგანიზაცია აწარმოებს მონიტორინგს, ხო? თუ შეგიძლიათ, თუ გააქვთ ორგანიზაციაში კონკრეტული მონაცემები არჩევნების შემდეგ რამდენი ადამიანი გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით და რომელი უწყება არის ამ მხრივ ყველაზე პრობლემატური? ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან მალე გავასაჯაროთ ჩვენი მონაცემები და უფრო დეტალურ რიცხვებს შემდეგ მოგაწვდით. ჩვენი ინფორმაციით გაცილებით დიდია რაოდენობა ოფიციალურად დასახელებულ რიცხვთან შედარებით. თავიდანვე განსაკუთრებით პრობლემატური იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მხრივ და ფინანსთა სამინისტრო. აგრეთვე მათში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საიდანაც უპირობოდ ხდებოდა ადამიანების გაშვება, ისე რომ არ ხდებოდა ახსნა განმარტება, არ ხდებოდა რაღაცა დროის ლიმიტის მიცემა და კიდევ ერთი რაღაც რაც მინდოდა აღმენიშნა, ხშირად გათავისუფლებული თანამშრომლები ითხოვენ, რომ კადრების აღრიცხვაში გადავიდნენ
და მე როგორც მქონდა ინფორმაცია და ბატონმა იური მას დამდასტურა თავის მაგალითზე, რომ აბსოლუტურად ხშირ შემთხვევაში ეს მთავრდება უარით. ხა რატომ? იმიტომ რომ კადრების განკარგულებაში, როდესაც გადადიხარ, იქ გეკუთვნის რაღაც კომპენსაცია და ამაზეც კი უარს ეუბნებიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც ბატონი იურის მსგავსად 1991 წლიდან მუშაობენ შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში. ბატონი იური თუ ანუ კადრების განკარგულებაში თქვენ არ ხართ თაყვანილი და აი რომ მოგვიღოთ კონკრეტულად თქვენი საქმის შესახებ. დიახ, თუ შეიძლება მეც თქვენის ნებართვით, მოგახსენებთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს. მოგიყვებით, სანამ მეკახლა ვართ იური ყოფილია, სანამ ლაპარაკს დავიწყებდე, მე მინდა ორიოდი სიტყვით ჩემს შესახებ ელაპარაკოთ. 91 წლიდან მუშაობ უშიშროების სამსახურში. ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი. 1995 წლიდან ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში. მუშაობის პერიოდში მიღებული მაქვს ქვეყანა მედლები და სიგელები ამაცობისა და პროფესიონალიზმისათვის, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი მადლობებით. გარკვეულ წლებში მუშაობდი გარკვეულ თანამდებობებზე. ვიყავი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს განყოფილების შტაბის უფროსი. 2005-2006 წლებში ვიყავი ქალაქ თბილისის გდანინა ძალადევის სამმართველოს მეხუთე განყოფილების ქვიგანყოფილების უფროსი. 2007-2008 წლებში ქალაქ თბილისის გდანინა ძალადევის შინაგან საქმეთა სამმართველოს მერვე განყოფილების უფროსი. ვარ პოლიციის მაიორი. ბოლო 4 წელიწადი ვიმუშავე ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე. ახლა მინდა დაწვრილებით მოგიყვეთ დეტალურად თუ რა მოხდა და რა შეიღო საქმე. დიახ, მოგიყვებით. მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, მაშინ როდესაც ვასრულებდი სამსახურებრივ მოვალეობას, მეტროსადგურ გურამიშვილზე იქნებოდა დაახლოებით საღამოს 9:30 ჩემთან მოვიდა ოცეულის მეთაური პოლიციის მაიორი მალხაზი მესხი. მან თხოვა რომ შევსულიყავი ჩემს სამუშაო ოთახში. მას ეთხოვოდა რომ ეს აშკარად ნერვიულობდა. ეს შევეკითხე თუ რა ხდებოდა და რა შეიყო საქმე. მან კატეგორიულად და პრინციპულად მითხრა რომ დამეწერა პატაკი და წავსულიყავი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ყოველგვარი მიზეზისა და ახსნა განმარტების გარეშე. მე მისგან მოვითხოვე განმარტება თუ რა ხდებოდა, რა შეიყო საქმე და რა ხდებოდა საერთოდ ჩემ თავს და ვისგან მოდიოდა ეს განკარგულება. მან კითხვაზე მიპასუხა. ვერცად ვერაფერს ვერ გაიგებ და ვერც ვერაფერს ვერ გაარკვევ. გადაწყვეტილება ზემოდან მოდის, ჯობია დაждდე და ჩუმად წახვიდეო. მის ტონალობაში რა თქმა უნდა მუქარაც იყო. მე როგორც კანონმორჩილმა პიროვნებამ მას იმ მომენტში ვერ დავეთანხმე იმ მოტივით, რომ უთხარი და აუხსენი ხვალ მივალ სამინისტროში და ველაპარაკები ხელმძღვანელობას და მის მერე მივიღებ გადაწყვეტილებას თქო. საღამოს იქნებოდა დაახლოებით სადღაც პირველის ნახევარი, იქვე სადგურის ახლოს, შორი ახლოს კორპუსებთან მიყენა ჩემი ავტომანქანა. გამოსვლისას მე შორიდან შევნიშნე ჩემი ავტომანქანის წინა საკალე მინის შუშის მწმედთან მემაგრებული იყო თეთრი ფერის ბურცელი. თავიდან მეგონა სიტი პარკის ჯარიმა არის მეთქი, მაგრამ ახლოს რომ მივედი, გადმოვატრიალე და ვხედავ ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონვერტში მოთავსებულია 6 წელი ფოტოსურათი, რომელსაც ვარ აბეშტილი ვანო მირაბიშვილთან, გიგი უგულავასთან და გოგა გაბაშვილთან ერთად. ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. ყველაფერს მივხვდი რაშიც იყო საქმე, დავჯერდი ჩემ ავტომანქანაზე და წამოვედი სახლში. ამით ჩემს მობილურ ტელეფონზე, რომელიც არის უბრალოდ მოდის გიხდი, რომელიც იყო კორპორაციული, განხორციელდა ფარული ნომრით მუქარი ზარი. თუ ჩუმად არ ვიქნებოდი, დამიჭერდი. მე უკვე მეორე დილით 11 ნოემბერს დაახლოებით პირველის ნახევარზე მივედი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პოლიციის მაიორ ზურაჯ ყოიძესთან და ველაპარაკი აღნიშნული შესახებ. და პიროვნებამ კაცმა ხელმძღვანელმა მითხრა ასეთი რამ, აი სიტყვით ვაკეთებ მისი სიტყვების ციტირებას. კადრებიდან გამოვითხოვე თქვენი პირადი საქმე, შევისწავლე. საკმაოდ მოწესრიგებული, კეთილსინდისიერი პროფესიონალი პოლიციელი ყოფილ ხართ, მაგრამ
თქვენი შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დასვლის დაუფასი გადაწყვეტილება ზემოდან არის მიღებულიო. უნდა დაждეთ დაწეროთ და უნდა წახვიდეთო. მაშინ მას უთხარი, უკვე ადამიანურად. რახან გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ხუფენია უნდა წავიდეს ორგანოებიდან და ამით საქმეს ეშველება, მაშინ პატივი მაინც დამდეთ და ის მაინც მითხარით, საიდან და ვისგან მოდის ეს განკარგულება მეთქი. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ მე პასუხი ვისგან ვერ მივიღე. იცით, ამით დაირღვა ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები, დაირღვა ჩემი უფლებები. შეილახა ჩემი ღირსება. არაფერს ვამბობ კონსტიტუციაზე და შრომის კოდექსზე. ჩემი სამსახურიდან განთავისუფლება ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა. სხვა მე ამას ვერაფერს ვერ დავარქმევ. ყველა მისის ეს და თითეული თანამშრომელი ხვდება ამას. მე ვარ კლასიკური მაგალითი იმ თანამშრომელებისა, რომლებსაც დევნიან განსხვავებული აზრისა თუ შეხედულების გამო. და მე ვარ იმ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი, რომელსაც ახორციელებს დღევანდელი ხელისუფლება. მე ვარ ვიყავი და ვიქნები ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტი, მე ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ. და მაინც მე დღეს ვარ ბედნიერი და ვარ ამაყი და ვარ თავაწეული როგორც არასოდეს, რომ ამ წლების მანძილზე მე მუშაობა მომიწია. ისეთი ხელმძღვანელის, ისეთი მინისტრის გვერდით, როგორც იყო ვანო მერაბიშვილი. ჩვენ არა მარტო დავამარცხეთ კრიმინალი საქართველოში, ჩვენ წელში გადავტეხეთ დამნაშავეთა სამყარო. მე ვარ ვიყავი და ვიქნები ჩემი ქვეყნის პატრიოტი და ყველაფერს გავაკეთებ ჩემი ქვეყნის განვითარებასა და აღშენებლობისათვის. მე მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერი და პირდაპირ აქედან მივმართო სახალხო დამცველს ბატონ ლუჩან ანიშვილს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ეკა ბესელიას შეისწავლონ ჩემი საქმე და დადონ დასკვნა. თქვენ ალბათ გაინტერესებთ ჩემი სამომავლო გეგმები. სიმართლე რო გითხრათ, გურჯბელად დიახ, გეტყვით, თავისთავად უნდა დაიწყოს გამოძიება, დასკვნა უნდა დაიდოს. დიახ, წარმოგიდგენთ, დიახ. ანუ ეს იდო ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონვერტი, რომელიც საკმაოდ რთული საშოვნელი არის, ანუ ეს გარემოებაც მხედველობაში არის მისაღები. ჩვეულებრივი მოქალაქისგან რომ მოდიოდეს ეს, ნაკლებად სარწმუნო არის, იქიდან გამომდინარე რომ დიახ. და რა თქმა უნდა, თქვენ გაინტერესებთ ალბათ ჩემი სამომავლო გეგმები, სიმართლე რო გითხრათ, გურჯბელად გეტყვით, არანაირი ჯერჯერობით ამ ეტაპზე სამომავლო გეგმები მე არ გამაჩნია, მაგრამ უახლოეს მომავალში და უახლოეს დღეებში მე რასაც გავაკეთებ, მე აუცილებლად შევხვდები პრეზიდენტს. ავიც, ქვეყანა დრო მაქვს, ახლა მაინც არსად არ მეჩქარება, ნახოთ, ყველაფერი წინა ცხოვრება გვიჩვენებს ყველაფერს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა თქვენ და ბუდეთ გიხდით, რომ ცოტა სიტყვა გამიგზავნა. მადლობა და დიდი ბოდიში. დიახ, ბატონო.